უნგრეთის პოპულისტმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შაბათს 15 მარტს პირობა დადო, რომ ქვეყანას გაათავისუფლებს მათგან, ვინც აცხადებს, რომ უცხო ძალების ინტერესებისთვის მუშაობს. მისივე თქმით, ის მოიშორებს გლობალურ ჩრდილოვან არმიას, რომელიც ევროკავშირსა და ლიბერალურ ამერიკულ იმპერიას ემსახურება. ორბანმა იმიგრაციის მტკიცე მოწინააღმდეგემ ისაუბრა კონსპირაციულ დიდი ჩანაცვლების თეორიაზე და აღნიშნა, რომ იმპერიას თეთრი ადამიანების ჩანაცვლება სურს. რეალურად დღეს ბრძოლა დასავლური სამყაროს სულისთვის მიმდინარეობს. იმპერია სურს ჯერ აღრევა და შემდეგ ევროპის ძირძველი ხალხის უცხო ცივილიზაციებიდან შემოჭრილი მასებით ჩანაცვლება. ვიქტორ ორბანის გამოსვლა ჰაბსბურგების მმართველობის წინააღმდეგ დაწყებულ 1848 წლის რევოლუციის ხსოვნის დღეს დაემთხვა. ეროვნული დღესასწაულისთვის შეკრებილ რამდენიმე ათას მხარდამჭერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, რომ უახლოეს კვირებში ამოძირკვავს ყველა მედია საშუალებასა და ორგანიზაციას, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებას იღებს. ვიქტორ ორბანმა ეს ჯგუფები წერებს შეადარა. ჩვენ დავანგრევთ ფინანსურ მანქანას, რომელმაც კორუმპირებული დოლარი გამოიყენა პოლიტიკოსების, მოსამართლეების, ჟურნალისტების, ფსევდო-არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური აქტივისტების მოსასყიდად. ჩვენ გავანადგურებთ მთელ ჩრდილოვან არმიას. ისინი ჩვენი მტრები არიან, ბრიუსელის მაღალჩინოსნები, რომლებიც იმპერიის ეტლს ამოძრავებენ. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ვიქტორ ორბანი 15 მარტის ეროვნულ დღესასწაულს ევროკავშირის საწინააღმდეგო იდეების გასაჟღერებლად იყენებს. ის ევროკავშირს ადარებდა საბჭოთა კავშირს ან ჰაბსბურგთა იმპერიას, რომელიც წარსულში უნგრეთში რეპრესიებს ახორციელებდა. ყოველთვისაა იმპერია, რომელიც უნგრელთა თავისუფლების შეზღუდვისკენ მიისწრაფვის. ახლა ეს იმპერია ბრიუსელია. ის ბოროტად იყენებს თავის ძალაუფლებას, როგორც ამას ადრე ვენა აკეთებდა. მათ უნდა ჩვენი მართვა ისე, როგორც ვენის სასამართლო გმართავდა. გამოსავალი მეგობრებო, ევროკავშირისთვის ზურგის შექცევა არაა. პირიქით, ჩვენ გვჭირდება ცვლილებების შიგნით. ისტორია ბრიუსელში შემოbrunდება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა უკრაინის შესახებაც. მისი თქმით, ევროკავშირს უკრაინის კოლონიზაცია სურს. იმპერიას უკრაინის დახმარება არ სურს. მას სურს მისი კოლონიზაცია. კოლონიზაციის ინსტრუმენტი ომია. ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს. ამის ფასი ისაა, რაც არის. შემდეგ უკრაინა ევროკავშირის წევრობას სწრაფად მიიღებს ჩვენი ფულით. ამაზე ერთადერთი პასუხია ერთობა, მაგრამ უკრაინის გარეშე. ვიქტორ ორბანი უკრაინისთვის სამხედრო ფინანსური დახმარების გაწევის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგეა, რის გამოც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების პროცესი ხშირად დროში გაწელილია.